ძირითადად რა სოფლებიც მოვიარეთ, ხევსურეთისგან, სვანეთისგან განსხვავებით, აქ გვხვდება მხოლოდ ერთი კოშკი და არა მაგალითად როგორც სვანეთში ყველა გვარს თავისი კოშკი აქვს, ან ყველა ოჯახს თავისი კოშკი აქვს, აქ არის მხოლოდ ერთი კოშკი და ირგვლივ უკვე საცხოვრებელი სახლები, რაღაც სათადარიგო შენობები და ასე შემდეგ. და დაახლოებით 20-30 ოჯახი ცხოვრობს აი ამ ერთი კოშკის ირგვლივ. ხო, განსხვავებული ყველა კუთხეს ჰქონდა მართლა განსხვავებული არქიტექტურა, კოშკის დიზაინიც თუ შეიძლება ასე ვთქვათ განსხვავდება და ამით არის გამორჩეული ჩვენი საქართველოს მთიანეთი, ზოგადად მთიანი მხარე, რომ ყველას აქვს რაღაც თავისი განსაკუთრებული არქიტექტურული სტილი. და ეს სოფელი, სადაც ახლა გავჩერდით, ქართ სოფელი, ძალიან საინტერესო სახელია, არ ვიცი, ვერ მივაკვლიეთ რა საიდან მომდინარეობს, მაგრამ ქართების სოფელი, ესე შეიძლება ან ქართველების სოფელი, ესე შეიძლება დავარქვათ. აქ ხდება 4 კოშკი. შესაძლებელია, რომ დასახდა ხალხი, რომელიც ამოვიდა, ვთქვათ, საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე ინფორმაცია ვერ მოვიძიებთ, რადგან სამწუხაროდ რუსოს ხეობა არის ნაკლებად გამოკვლეული. ეს იყო გზაჯვარედინი, ეს იყო უნიკალური მხარე, სადაც ცხოვრობდნენ ქართველები, ცხოვრობდნენ ოსები და იყო სამხედრო საქართველოს მთავარ გზასთან და ერთ-ერთი მისი განშტოებასაც კი წარმოადგენდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამე არის ჯერ კიდევ გამოსაძიებელი თუ რამე შეიძლება